ვაი. მოგესალმებით. თქვენ უყურებთ უკვე ტესტირების ზონის მეორე ვიდეოს. მე წინა ვიდეოში ვთქვი, რომ ცოტა ვერ ვიქნები მეთქი პროფესიონალურად გამართული და დახვეწილი, მაგრამ დღეს უკვე თქვენ წინაშე სხვა ადამიანი დადგა. დღეს უკვე მე 23 subscriber-ი მყავს. დღეს უკვე მე ხალხი მიცნობს და წარმოვადგენ ქვეყანაში რაღაცას. ამიტომ დღევანდელი ვიდეო იქნება უფრო საინტერესო, უფრო ლამაზი, უფრო გამართული. ამ ვიდეოს ექნება თავისი პროფილ მენეჯერები, დაკომპლექსებული იქნება თავისი სპეციალური მენიუ ბიფებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს, დღეს ერთი ნივთის ნაცვლად განვიხილავთ ორ ნივთს და რაღაცებს შევადარებთ. პირველი ნივთი იქნება პროფესიონალური შესაღები აპარატი. ეს არის აპარატი, რომელიც აკუმულატორზე მუშაობს და ჩაასხის აღებავი, გაურიე რასტვარი წელი, თხლაშ და ბზზ და მიასხი შეღებე. მაგრამ როგორი არის ძმაო, ეს ხო უნდა ვთქვათ? მეორე ნივთი იქნება წყლის შემაკავებელი ორდერი, სპრეი და სკოჩი და აი ეს ორი რაღაც უნდა შევადაროთ ერთმანეთს. იმიტომ რომ ძალიან ვიდეო ქონდა რეკლამებში და ამ რეკლამებს ჩავსვათ აი აქ. მოკლედ, რომ ბევრი არ გავაგრძელო საუბარი და ამ საუბრის აზრის შინაარსის მოყოლა, დავიწყებ პირველ რიგში სპრეის აპარატით განხილვას, განყუთვას და ვნახოთ შიგნით რა მოყვა. გეტყვით, რომ ყოველივე ეს ისევ შეძენილი არის Facebook Marketplace-ზე, გვერდები რო არის IAPI შოპინგი, ძალიან კარგი შოპინგი, არაჩვეულებრივი შოპინგი, თურქეთის შოპინგი, ეგეთი გვერდებიდან ყიდულობ, კონკრეტულად სახელებს არ ვიტყვი ძმაო. იმიტომ რომ არ უნდა თქვა, ეგრე არის, ეგ ვისწავლე მე ძმაო და ჩამას ახლა ვნახავთ რა არის შიგნით. ამაში გადავიხადე 99 ლარი და თავისი ემბარდო ბარკალეს მომსახურებით დაჯდა 6 ლარი, 106 ლარი, 105 ლარი დაჯდა თავის მომსახურებით და ახლა ვნახოთ რა არის ამ ყუთში და შემდგომში გადავიდეთ სხვა დანარჩენზე. მოკლედ ესე იგი გავხსნათ ჩვენი სტაფილოს ნარინჯის ყუთი. პირველი რაც მოხვდა ხელში, ორი ცალი ელემენტი მოყვება და მახსოვს რომ ვიდეოში ეწერა რომ უნდა იყოს ეს ელემენტები 40 წუთს გამძლე, არა წყალგამძლე, არამედ 40 წუთს გამძლე. მოყვება თავის სპეციალური საღებავის აუზი. ესეც გადავდოთ გვერდით. მოყვება ძაბრი. დამტენი, რომელსაც ეტყობა რომ ძალიან ხარისხიანია. და რაც თავარია, ეს არის მაფია მადორ, ძალიან ძლიერი, ძალიან მაგარი რაღაც გაიჩანს. კიდე რა გვაქვს ძმაო? არ ვიცი რა არის ეს. ამას მე ვნახავ რა არის. ავაწყობთ ახლა ამას გრენდაიზერ ბებერმეხს და მერე გადავალთ ეგრეთ წოდებული წყლის შემაკავებელი ორდერების გატესტვაზე. ეს არის სკოჩი და მოდი ბარემ ესეც გავხსნათ. ეს არის სპრეი Fix Pro, это Fix Pro. და გავტესტავთ, ნახავთ მაგარი. მოკლედ ამას ახლა ავაწყობთ, გავტესტავთ და ამაზე ახლა ბევრი რა უნდა გადავიღო ძმაო რა ვიდეოებში რაც არის ძმაო, მაგას გავაკეთებ, ზუსტად იმუშავებს, არ იმუშავებს და ამის დედა მე. ტრადიციულად გადმოვინოცვლეთ გარეთ და ეხლა ერთად ჩავასხოთ საღებავს, თან ორ სიტყვას გეტყვით, რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ამ აპარატით ვღებავთ და შემდგომ ამ მაგიდას შევღებავთ და ვნახოთ როგორ მოგვეწონება უშუალოდ გამოყენების პროცესის დროს. ჩემი აზრით ეს ნივთი ძალიან კარგი არის იმათთვის, ვისაც ხშირად უწევს სამღებრო სამუშაოები, ბევრად ამარტივებს საქმეს და ბევრად დიდ დროს იგებ, ასე რომ ვთქვათ. მოდი ახლა დავჯდეთ მოხსნათ ეს აუზი, ეგრეთ წოდებული. ესე. პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ, ანუ სტანდარტულ გახსნასთან შედარებით, ამაში უნდა იყოს ძალიან თხელი საღებავი, რადგან აპარატმა შეძლოს გატარება. გავხსნათ ახლა ეს ჩვენი საღებავი, ჩავასხათ საჭირო რაოდენობა. ეს საკმარისი არის სავსებით. ეგრეთ წოდებული რასტვარი წელი გამხსნელი. სხვა რამეშიც გამოიყენება ეს ძმაო. ჩავასხათ. ეხლა მოურიოთ.
ესეც აქეთ გამოვუშვათ. ესეც აქეთ და გადავიდეთ უკვე უშუალოდ სამღებრო სამუშაოებზე. მანამდე ორი სიტყვით გეტყვით, რომ ამ აპარატს მოყვა თავები, ოდესაც ამ თავს ძრევა და აღარ ექნება გამტარუნარიანობა, შეგიძლიათ რომ შეცვალოთ თავის რეზინებით მოყვება. ეხლა ამოვატრიალებ ამაგიდას, თავიდან ქვედა ნაწილს შევღებავ და მერე თავს და მერე რო გაშრება განახებთ რა გამოვიდა, მაგრამ სანამ დავიწყებ ერთ კომენტარს გავაკეთებ, რომ ამით შეღებოს საკმაოდ ესეთი დამუღამება უნდა, რაც მე არ ვიცი. არ მქონია ამასთან შეხება და ნახოთ პირველ ჯერზე როგორი გამოგვივა ეს ყველაფერი. დრო მოვიდა დასკვნითი კომენტარი განვახორციელო ამ აპარატთან დაკავშირებით. პირველი რასაც აღნიშნავ იმას, რომ ამ აპარატით ვერ შეღებავ ისეთ წვრილმან დეტალებს, როგორიც არის ვთქვათ გისოსები, ფანჯარაზე რაც აყენია, ეგრეთ წოდებული დამცავი აგრენჩი წელები, რადგან საკმაოდ დიდ რაოდენობას მოიხმარს, ანუ ის ასე ვთქვათ საკონტროლო ის არ აქვს, რომ ცოტა გაასხას, ან ბევრი გაასხას და უმჯობესი არის თქვათ ისეთი რაღაცეები შეღებოთ, როგორიც არის ეს მაგიდან, კედელი ვთქვათ, ან თუნდაც ხის იატაკი, ეგრეთ წოდებული პოლი. საბოლოო ჯამში, მე რეკომენდაციას ვუწევ, თუ შეგხვდებათ ეს Facebook Marketplace-ზე, 99 ლარი ღირს და ჩემგან რეკომენდაცია ამ აპარატს, უბრალოდ გაითვალისწინეთ ის, რომ წვრილმან დეტალებს ამითი ვერ შეღებავ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საღებავს მოიხმარს. ჩემი ხმა ამ გრენდაიზერს მოკლედ. მაგიდის გადაღება მორჩა და მეტნაკლებად ჩემი აზრი და კომენტარი გითხარით ამ საღებავ გადაღებუა. მაგიდის გადაღებუის გადაღება მორჩა. ეხლა დრო არის ეს რაც ნახეთ უკვე ვიდეოები ამ სპრეის და სკოჩის ტესტირება მოვახდინოთ იმისათვის რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო ტესტირების მიზანშედეგობრივობა ავიღეთ ეგრეთ წოდებული что это урна это და ერთ ადგილზე გავუკეთეთ ესე ჩავტეხეთ და აქაც ჩავტეხეთ აქ გავაკრავთ სკოჩს აქ მივასხავთ სპრეის და შემდგომ ჩავასხავთ წყალს. ნუ როგორც ვიდეოში არის, აი წყალი რო გამოდის, მაშინაც ფუნქციურია, მაგრამ მაგას ცოტა ეჭვმეპარება და ჯერ ესე დავიწყოთ გატეხოს. Schnitte vierten auch den bitte Schweinesicht გაშრა სპრეი რაც შევასხით და ვიდეოში როგორც ნახეთ ამ სპრეის ასხავენ იმ დროს როცა წყალი გადმოდის და აკავებს და ყველანაირი ტესტირების გარშე დარწმუნებული ვარ რომ ეგეთ მდგომარეობაში წყალს ვერ შეაკავებს. სკოჩით უფრო მოხიბლული ვარ ერთი შეხედვით ვიდრე ამით ახლა ამ ვედრაში ჩავასხავთ წყალს და ვნახავთ გაატარებს თუ არა წყალს თუ არ გაატარა მოუიტყვი არ გაატარა თქო. წყალი ავავსეთ და ჯერჯერობით არც ერთს და არც მეორეს არ გაზდის, მაგრამ სუსტად გამოიყურება სპრეის მონაკვეთი. და მოდი ახლა უბრალოდ ავიღებ ამ წყლით სავსე სათლს და გადმოვდებ გვერდზე და ვნახოთ მოძრაობის დროს რამდენად გაუძლებს მოძრაობას. არა. ნამდვილად მუშაობს. მოდი უფრო ნუ ფაქტი არის რომ მორიგი ფულის გადახდის მსხვერპლი გავხდი, აი ეს სპრეი არის სრული ნაგავი. იმიტომ რომ ოდნავ მივარტყი ფეხი, არც მიმირტყი არა მივადე ფაქტიურად, მირტყმა მე სხვანაირი ვიცი ზოგადად. იმისდან მიუხედავად რომ ვიდეოში რაღაც ერთი შესხმით ჩანს როგორ აჩერებს წყლის ნაკადს, რავი ნახევარი ბალონი გადავატარე და მაინც პატარა შეხებაზე გაასხმეინა, გააყრეინა და რა ვიცი, დააყრეინა. სკოჩმა გაამართლა ჯერჯერობით. ეხლა პატარა ტესტს ჩავატარებთ კიდე სკოჩზე. წყალი ესხმევა შიგნით. გავხვრიტავ სათლს და უშუალოდ წყლის დროს მივაკრავ ამ სათლზე სკოჩს და ვნახოთ რა იქნება.
თითქოს შეასრულა თავისი საქმე. საბოლოო კომენტარს გავაკეთებ, რაც შეეხება ამ ორ ნიუს გეტყვით ეხლავე ჩემს გულთბილ აზრს. პატარა დეტალებზე, მაგალითად, როგორიც არის თუნდაც რაღაც სახურავიდან პატარა ადგილზე ჟონვა, ეს კოჩი გამოგვადგება ნამდვილად, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი საზიზღარიწებო აქვს, ძალიან ისეთი მკვიდრი და მკვეთრი. რაც შეეხება სპრეის, როგორც თქვი, უკვე არის ნაგავი. რაც შეეხება, რამდენად შეეხება დედას ფასებთან დაკავშირებული საკითხები როგორია. სკოჩი ღირდა 15 ლარი და სპრეი ღირდა 19 ლარი. 19 ლარი არის გადაყრილი ფული სპრეიში და სკოჩი 15 ლარი ნამდვილად ღირს. ჩემი აზრით ღირს რა. იმიტომ რომ აგერ გავაკარი ახლა და წყალი არ გაზდის რა, აკავებს და ეს არ არის შეგათვლილი იმაზე რომ რაღაც სათლს გააკრა და დაიკავოს წყალი. ეს უფრო ჟონვადობის შესამცირებელი დროებითი ნივთიერება არის. და დღეისათვის სულ ეს იყო ვიდეო ამით დასასრულს მივუახლოვდა. როგორც შეგვიძლია წინაზე ვეცადე რომ უფრო საინტერესო ყოფილიყო ეს ვიდეო და იმისთვის რომ მომდევნო ვიდეო კიდევ უფრო საინტერესო იყოს, გადავწყვიტე რომ ანაკომის სუპით ავაშენო ვაზის ხეივანი შემდეგ ვიდეოში. ახლა დაგემშვიდობებით, თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი, თქვენი აზრი დააკომენტაროთ და თქვათ რომელი ნივთის განხილვა დაგაინტერესებდათ ჩვენთან ერთად. მადლობა და კარგად იყავით.